მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ ვინც ამიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო გეტყვით რომ პირად დიაგნოსტიკის დამამწეროთ პირად შეტყობინებაში და გეტყვით იმასაც რომ აქცია კვლავ ძალაში და თვის ბოლომდე აქცია იქნება ისე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ აქციის ფარგლებში და რა თქმა უნდა დაგეგმოთ თქვენი მომავალი ხო ყოველ შემთხვევაში რაღაცა კითხვებზე გააცეთ პასუხები. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ვფიქრობ საინტერესო გაშლა იქნება, რატომ წავიდა და დაბრუნდება თუ არა. ხო, რა თქმა უნდა, ხა ეს ურთიერთობა 10 წლის დაშორებულ წყულზე არ არის. ხა დაბრუნდება თუ არა, ცოტა ესეთი მომენტი არის და ამიტომ, რაღაცა ახლო პერიოდში ვინც გავიდა ურთიერთობიდან, მოდით ესე ვნახოთ. რატომ წავიდა და დაბრუნდება თუ არა. მოდით ნახოთ, როგორი ურთიერთობა გქონდათ, რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა. რა ურთიერთობა იყო? რა ურთიერთობა იყო? ნახეთ, მე ესე ვიტყვი, რომ აქ ურთიერთობაში შეიძლება იყო რაღაცა პრობლემები, გაუთვალისწინებლობა ერთმანეთის, ხო? დღეს მოვედი, ხვალ წავედი, მერე ისევ მოვედი, მერე ისევ წავედი, რაღაცნაირად არ მოქმედებდა ადამიანი, ხო? რაღაცა შიშის მდგომარეობა იყო, როდესაც სულ რაღაცა ადამიანი, როდესაც არის ესეთი სტრესის წინაშე, რომ არ ვიცი რა ეწყინება, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ხო? ანუ ნახეთ, ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს უყურებ 24/7 თვალებში, რომ ვაიმე რამე არ შემეშალოს და რაღაცა ადამიანი არ გაიქცეს. ხო, აქ იყო რაღაცა ესე ვთქვათ, ცოტა ესეთი შიშების მდგომარეობა. რა იყო თქვენს ურთიერთობაში? ნახეთ, როგორი მომენტი არის. აქ როგორც ვუყურებ, უფრო მეტად არის დაპირება, მიზნები, რაღაცა ემოციები, ვერ ვიტყვი რომ არ იყო ემოციები, მაგრამ ნახეთ, როგორი მომენტი არის. აი, ეს ემოციები საბოლოო ჯამში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვერ მივიღეთ რა გავაკეთოთ, ხო, უფრო მეტად იყო ურთიერთობაში დაპირება ფიქრები, ოცნებები, დაგეგმარება ურთიერთობით, მაგრამ აშკარად რაღაცა ვალდებულებები, რაღაცა პრობლემები, რომელიც უბრალოდ არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ურთიერთობა განხორციელებულიყო და რაღაცა სხვა ეტაპზე გადასულიყო, ესე ვიტყოდი, ხო? აქ უბრალოდ ურთიერთობა ნახეთ არ ვიცი ხა შეიძლება რაღაც სხვა და სხვა ვალდებულებების მომენტი იყო, ყოველ შემთხვევაში აქ ურთიერთობაში ემოცია ნამდვილად იყო, ვერ ვიტყვი რომ არ იყო შესაძლებელი აქ ემოცია იყო რაღაც მომენტში ცალმხრივიც, იმიტომ რომ აქ უფრო მეტი სტრესი მოდის ურთიერთობაში, ვიდრე რაღაცა ეს ურთიერთ დამოკიდებულება და ურთიერთ ენერგიის გაცვლა სწორი ემოციებით და სწორი ენერგიებით, ხო? რა თქმა უნდა სტრესია, როდესაც ადამიანი მიდის, მოდის, ჩამოუყალიბებელია და არ ვიცით საერთოდ სად მიდის ურთიერთობა. კარგით, მოდით მიკითხოთ, რატომ წავიდა ეს ადამიანი? ნახოთ თუ ამოიცანით თქვენი ურთიერთობა, ნახოთ რატომ წავიდა ეს ადამიანი. შეიძლება ითქვას ადამიანი წავიდა რაღაცა ახალი ცხოვრების დასაწყებად, ახალი ეტაპის დასაწყებად, ახალი ემოციების დასაწყებად, ხო, მაგრამ ეს ნახეთ, რატომ წავიდა ადამიანი, აქ რასაც მიჩვენებს პირველი ეტაპი, ეს არის ფინანსური კუთხე. შეიძლება ამ ადამიანს არ ქონდა იმდენი საშუალება და ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რომ შეეძლო პასუხისმგებლობა აეღო თქვენზეც. შესაძლებელია რაღაც მომენტში იყოს ის მომენტი, რომ უბრალოდ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოდი მე მირჩევნია რაღაცა გადავაშვა საქმეში, უფრო მეტი რესურსი გამოვიყენო ფინანსური კუთხით განმოვითარო ჩემი თავი, კარიერა შევიქმნა, მომავალი შევიქმნა, ხო? და ამით მე მივიღო რაღაცა წარმატება. აქ როგორი მომენტია, იცით, ნახეთ, ადამიანი რატო წავიდა თქვენი ურთიერთობიდან?
აქ არის ესეთი სიტუაცია. წავიდა იმიტომ, რომ უკეთესი მომავალი შეექმნა თავისთვის. წარმატება, კარიერა, რაღაცა მატერიალური მომენტები. შენ ხვალ რას გვაჩვენებს? ხო, ну, აქ იცით რა არის, მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ეს ადამიანი რაღაცნაირად ცოტა ისეთი გაკვეთილისთვის იყო თქვენთან მოსული, ხო? რატომღაც ესე უფრო მგონია და ესე უფრო მოდის. უბრალოდ დაგანახათ ის მომენტი, რომ თქვენ არ უნდა აგეტანათ მისი პირველი წასვლა და კაი, პირველი კარგით ვაპატიოთ, მაგრამ მეორე წასვლა და უკან დაბრუნება. თითქოს რაღაცა ეს მომენტიც მოდის. რატო წავიდა ადამიანი? რატო წავიდა? შეეშინდა ურთიერთობის, შეიძლება ითქვას, რომ მას რაღაცა ზედმეტად აი ეს რაღაცა ოჯახური ცხოვრება ცოტა რთულად მიეჭდა ამ ადამიანს, ხო, რაღაცნაირად ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება ეცხოვრა ესე ერთ ჭერქვეშ ვიღაცასთან. თუ ადამიანს ქონდა გამოცდილება ოჯახური ცხოვრების, ხო, მით უმეტეს წარსულისგან გამომდინარე. ამ შემთხვევაშიც ადამიანმა, მეორე ოჯახი და მეორე პასუხისმგებლობის აღება არ მოინდომა, ხო? ანუ აქ მე მგონი რაღაცა ესეთი უპასუხისმგებლო ადამიანთან არის ადამიანთან გვაქვს საქმე. რატომ წავიდა? ესეთ არის, ანუ მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანს ნახეთ არიან კატეგორია ადამიანების, რომლებიც მაგალითად თუ აქვს პირადი ურთიერთობა, ანუ პირად ურთიერთობაში დალაგებული სიტუაცია, მატერიალურში არ გამოსდით. ან პირიქით მატერიალურში თუ არიან პირადი არ გამოსდის. ეს არის პრობლემა დაბალანსების შეიძლება ითქვას, ხო? შეიძლება ისედაც იყოს ესეთი სიტუაცია, ესეთი ენერგეტიკული მომენტებიც ხდება, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. აქ როგორი მომენტი აქვს, იცი ადამიანს, რომ ადამიანს ქონდა გადასაწყვეტი ან მატერია, ან ურთიერთობა. იქედან გამომდინარე, რომ ადამიანი არ იყო ოჯახური თანაცხოვრებისთვის მზად და რაღაცა ესეთი ვალდებულებების კუთხით ურთიერთობის ვალდებულებების აღების მან გადაწყვეტა, რომ მისი რესურსი დაებალანსებინა მატერიალური კუთხით, ხო? ანუ მისი რესურსი მთელი თავისი ფიქრი, დრო, ყველაფერი ჩაედო მატერიაში. აი, ამიტომ წავიდა, რომ ის წავიდა მატერიისთვის, ესე რა ვთქვათ. ხო, ის წავიდა ახალი გზების საპოვნელად მატერიაში, ახალი საწყისების. შესაძლებელია ვიღაცა უბრალოდ ქვეყნიდანაც წავიდა და მატერიალურისთვის და აქედან გამომდინარეც მოგიწიათ, ხო, დაშლა და დამთავრება ურთიერთობის ყოველ შემთხვევაში. აქ ესეთი მომენტია, ადამიანმა მიიღო გადაწყვეტა, აქ არ არის პარტნიორი წასული, გინდა თუ არა, სხვა ურთიერთობა მაქვს და იქ მივდივარ. აქ არის პარტნიორი წასული, იმიტომ რომ ჩემთვის მატერია, კარიერა, წინსვლა, აღიარება, ეს რაღაც ყველაფერი არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ურთიერთობა. კარგით, დაბრუნდება ეს ადამიანი. დაბრუნდება, რომ ველოდებით, არა და თქვენ როგორც ჩანს ველოდებით. იცით რა არის, ნახეთ, დაბრუნდება თუ არა ეს ადამიანი, მე გეტყვით, რომ აი, იცით როდის შეიძლება დაბრუნდეს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ დაბრუნებას, რომ ადამიანი დარჩება ურთიერთობაში. აი, თქვენ როდესაც დაიწყებთ უკვე როიტყვიან ამოსუნ თქვას, დალაგებას, აი ამ მოტკივილების
გაცლას, როიტყვან შეიძლება პარტნიორიც რომ მოვა თქვენს ცხოვრებაში და უკვე აი ნელა-ნელა ჩემი ცხოვრების დაალაგებას, დასუფთავებას რომ დავიწყებ, აი ზუსტად მაშინ, როდესაც არ ელოდებით, ყველაზე ნაკლებად, როდესაც ელოდებით, აი დაელოდებით, ეხლა მე ესე ვიტყვი, აქ ელოდებით, როდის დაბრუნდება ეს ადამიანი და როდის მოვა სტაბილურობაში და როდის ექნება ეს მომენტი, მაგრამ გაგიწბილდებათ, აქ ადამიანი არ მოვა ამ მდგომარეობით, აქ ადამიანი არ მოვა იმისთვის, რომ ურთიერთობა დაალაგოს. აბა რისთვის მოვა? იმისთვის რომ თავისი ნივთები წაიღოს, იმისთვის რომ დაგადანაშაულოთ რაღაცაში, იმისთვის რომ თუ კი რაიმე პასუხისმგებლობის მომენტი არის, თქვენ გადმოგაბაროთ და თქვენ გითხრათ რომ იცით აქ ურთიერთობიდან იმიტომ წავიდა რომ თქვენთან ვერ დაალაგა რაღაცები. აქ ადამიანი არ დაბრუნდება იმისთვის რომ თავზე ხელი გადაგისვათ და ასე ვთქვათ მომენატრე გითხრათ. თან ცოტა როგორც ჩანს ეგოისტი ადამიანიც არის და ნახეთ როგორც კი თქვენ დაიწყებთ წინსვლას და წარმატებას და თქვენი ცხოვრებით კმაყოფილებას და თქვენი ცხოვრების ხელში, სადავების ხელში აღებას, ადამიანი უბრალოდ მაშინ ჩდება, ხო? აი როცა უკვე აღარც ველოდებით, საერთოდ შეიძლება დავიწყებასაც მივეცით და მე უკვე რას ქვია დავიწყებას მივეცი, აი რომ დავინახე რომ შენ კარგად ხარ, ეხლა მე ავდგები და დავბრუნდები. და ოღონდ დავბრუნდები იმისთვის რომ წავიღო ჩემი ნივთები, წავიღო ჩემი რაღაცა ის რესურსი, რომელიც მჭირდება, ხო? არ ვიცი ხარ რა დაგიტოვათ ესეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნუ რაღაცა ფაქტია, რომ თქვენ გააქვთ მისი ნივთი, შეიძლება ითქვას და ადამიანი დაბრუნდეს მხოლოდ და მხოლოდ მაგისთვის და ისიც კონფლიქტურად დაბრუნდეს. კიდევ ერთხელ დაამძიმოს თქვენი ენერგია და კიდევ ერთხელ დაგიმძიმოთ ფიქრები, ესე ვიტყოდი. და მე უბრალოდ ისევ გაქრეს ურთიერთობიდან. მოდით, რატო იქცევა ეს ადამიანი ესე, იმიტომ რომ ძალიან უცნაურია, ხა წავიდა, მოვიდა კარგით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, ნუ გავიგეთ რომ ფინანსურად, მაგრამ რატო იქცევა ესე? კარმული ურთიერთობა აქვს. რატო იქცევა ეს? იცით რა არის? ნუ ერთის მხრივ ადამიანი შეიძლება იმიტომ იქცეოდეს ესე, რომ მას ვთქვათ ოჯახშიც ჰქონდეს პრობლემა, ესე ვთქვათ და ვერ ახერხებდეს დაალაგებას ამ ყველაფრისთვის. მეორე იმიტომ იქცევა ესე, რომ როდესაც აი აქ მართლა გაკვეთილებისთვის არის ეს კარმული ურთიერთობა, მე ესე ვხედავ. როდესაც მარტო გზნობს თავს და მარტოა მაგ შემთხვევაში და ხვდება რომ ის იდეები რაც უნდოდა რომ გამოსვლო და არ გამოუვიდა და იგრძნო რომ რაღაცნაირად სჭირდება შევსება ენერგიის, ადამიანი ბრუნდება. იცით რა არის? დაუმთავრებელი ურთიერთობა არის. აი შეიძლება ადამიანი როგორი მომენტი იყოს, იცით, აი გავიდა სახლიდან გავიდა სამსახურში და ადამიანი არ დაბრუნდა სახლში. ხო, მაგალითად, ან სახლიდან გავიდა მეგობართან რაღაცა ესე ვთქვათ გლუდის დასალევად და ნუ ადამიანი აღარ დაბრუნდა სახლში. ხო, აი აქ რაღაც ესეთი ენერგიები მოდის და შეიძლება ითქვას, რომ აქ ადამიანი ვერც გელევად ბოლომდე. იმიტომ რომ კომფორტულად არის, მაგრამ ამავდროულად, ნუ აშკარად ადამიანი ურთიერთობიდან მაინც მიდის. ხო, ნახეთ, ვერ გელევი, მეც მაწუხებს და მტკივა ურთიერთობა თუ არ გვექნება, მაგრამ თლაც ბოლომდეც არ მინდა ვიყო შენ გვერდით. აი რაღაცა უცნაური ეგოისტი ადამიანის ენერგიაა, ხო? ანუ თუ ვერ მელევი, მაშინ დარჩი ჩემთან, ხო? თუ მელევი, მაშინ წადი. ანუ აქ მე მგონი თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული ეს ადამიანი, საერთოდ რა უნდა ცხოვრებისეულად ხვდებით? აი არიან ესეთი ადამიანები, რომ სულ გონიათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად იქ, სადაც თვითონ არ არიან,
ხო არიან ესეთი კატეგორია, რომ აი ყველგან კარგია, სადაც თვითონ არ არიან, მაგრამ თვითონ რომ მიდიან იქ, სადაც გონიათ, რომ კარგია, საბოლოო ჯამში ხვდებიან, რომ არ არის კარგი და თურმე უკეთესში იყო თვითონ. აქ ესეთი გაურკვეველი ადამიანია, თვითონაც არ აქვს რაღაცები დასრულებული, შეიძლება წინა ურთიერთობიდან, შეიძლება როგორი მომენტია ისეთი თქოს აქ ურთიერთობა ამ ცხოვრებაში კი არა, სადღაც წინა ცხოვრებაშიც გქონდათ და აი იქაც არ დაამთავრა და არ დამთავრდა რაღაც, რომ აი აქეთ გადმოვიდა და იგივე წრეზე მიდის თითქოს, ხო? აი რაღაცნაირად ერთი და იგივე წრეს ატრიალებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. მე გეტყვით, რომ კი, დაბრუნდება რაღაცა გარკვეული დროის მერე, მაგრამ ეს დრო არ გიღებთ იმათ, რომ დადგეთ და ელოდოთ, მე ესე ვხედავ, იმიტომ რომ ნახეთ, რომ დაელოდებით, მაინც არაფერს კარგს არ მოგიტანთ ამ ადამიანთან ლოდინი, ხო? მაინც არ გააკეთებს იმას, რაც თქვენთვის გულის გასახარი იქნება, ამიტომ რა ვიცი, ლოდინი რამდენად, ну, ეხლა თქვენი გადასაწყვეტია, მე ვერავის გადავუწყვეტავ მაგას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი ისევ მოვა და ისევ წავა. აი, იმიტომ რომ დაუმთავრებელი ურთიერთობა, ну, საბოლოო ჯამში ალბათ უნდა დაამთავრდეს, ხო, სადღაც უნდა აეხადოს ფარდა, რატო და როგორ და რანაირად და, ну, შეიძლება რაღაცა კითხვებზე გასაცემათაც მოვიდეს თქო არა, მაგრამ უფრო თქვენ დაგისვათ ეგ კითხვები, იმიტომ რომ უფრო თქვენ დაგაბრალოთ რაღაცები. მოკლედ ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, რატო წავიდა და დაბრუნდება თუ არა, ну, თუ გაანალიზებს და დაბრუნდება კარგად, ხო ძალიან კარგი, მაგრამ თუ არ დაბრუნდება კარგად, ну, რა ვიცი, მე მგონი ჯობია, სადაც არის იქ დარჩეს და იქ იყოს. თქვენთვისაც და მისთვისაც, იმიტომ რომ უფრო მშვიდად გააგრძელებთ ცხოვრება, შეიძლება ესე ითქვას. მე რა თქმა უნდა, ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს და უსაზღრო სიყვარულს. დროებით.